დღეს ერთ-ერთი პოლიციელი, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იქნა სასამართლოში დაკითხული. ჩვენ რა მოლოდინიც გვქონდა და მოგეხსენება ჩვენ გამოკითხვის ოქმები გვაქვს წინასწარ და ვიცით რა უნდა თქვას მოწმემ დაახლოებით, თუმცა არსებობს დაცვის მხარიდან გამომდინარე სხვა ალტერნატიული შეკითხვები, სწორედ ამიტომ დაჭირდა საკმაოდ დიდი დრო. მოწმემ განაცხადა, რაც ასევე გამოკითხვის ოქშიც ჰქონდა განცხადებული, რომ მან არ იცის საიდან მოხდა ეს ქვა, ვინ მოარტყა. იგი ვერ არჩევს აქციის მონაწილეებს და სხვა პირებს მათ შორის, მას არ უნახავს პოლიციის მხრიდან ძალადობა, მათ შორის არ უნახავს კადრების პოლიციის მხრიდან ძალადობის. მან არ იცის ვინ ყავდა უფროსი, რომელი აძლევდა მითითებებს, ის ამბობს, რომ მოქმედებდა სპონტანურად. 50-60 პოლიციელი თავად მოქმედებდნენ და შემთხვევის ადგილზე არ ჰქონდათ მიცემული არანაირი მითითებები, რაც სრულიად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ შეუძლებელია 50-60 პოლიციელი საკუთარი ქმედებების შესაბამისად მოქმედებდეს, მათ უნდა ჰქონდეთ დავალება და დავალებით უნდა მოქმედებდნენ, მათ შორის მან ვერ იცნო ვერც ერთი ბრალდებული, უფრო მეტიც გიორგი ტერიშვილს, ვისაც მე ვიცავ, ედავებიან 1 დეკემბრის ეპიზოდს, ხოლო ეს მოხდა 28 ნოემბერს, შესაბამისად ჩვენთან შემხებლობა აბსოლუტურად არ ჰქონდა. თუმცა ყველამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ეს არის ბრალდების მხარის პოზიცია, რომ მთლიანად ედავებიან ამ ადამიანებს ორგანიზებაში მონაწილეობას, რაც თავითვე გამორიცხავს, ხო, ორგანიზებაში მონაწილეობას, იმიტომ რომ თუ ერთ დღეს ერთი ადამიანი იყო, მეორე დღეს მეორე ადამიანი იყო, შეუძლებელია ეს ორგანიზებული და მყარი ყოფილიყო. ამიტომ თავად პოლიციელებიც ადასტურებენ ორგანიზებას გამორიცხავენ და ჩემს შეკითხვაზე, რომ ხომ არ ესმოდა ხმა მათგან, რომ ვინმე მითითებას აძლევდა, რომ ეს ქმედებები ჩაიდინე, მისმა პასუხი იყო, რომ არა, ხმა არ ესმოდა და მსგავსი მითითებები არ ყოფილა. ამიტომ ეს ავტომატურად გამორიცხავს ბრალდებულების მონაწილეობას პირველ რიგში, რომელიც წარმოდგენილი არიან ჩვენ სისხლის სამართლის საქმეზე და მის დაზიანებაში პირველ რიგში და მას განცდა ჰქონდა რაღაცნაირი, რომ თითქოს ამ ბრალდებულების მიმართ პრეტენზია ჰქონდა, მაგრამ სიამოვნებაში დაადასტურა, რომ იმათ მიმართ ამ ბრალდებულების მიმართ საერთოდ პრეტენზია არ გააჩნია. არ იცის ვინ დააზიანა და არ იცის რა პირობებში დაზიანდა. და გულდასაწყვეტია რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ დაზიანდა, გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ასე ვთქვათ, ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, მაგრამ ყველამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის იმ ყველაფრის ბრალი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა, გულისხმობ იმას, რომ გაარღვია კონსტიტუცია და გადაუხდია კონსტიტუციის 78 მუხლიდან. ამიტომ ერთადერთი დამნაშავე ამ ყველაფერში არც ერთი მხარე, არც მეორე მხარე, მთავარი ეს იყო პოლიტიკური განცხადება, რომელთაც შეიცვალა აბსოლუტურად ვითარება საქართველოში. ამიტომ ამ პოლიციელმა სწორედ ეს დაადასტურა, რომ მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია მათ მიმართ, არც ბრალდებულებს არ გააჩნდა ამ პოლიციის მიმართ პრეტენზია, პირიქით გულის წყრომას გამოხატავდნენ, ხო? იმიტომ რომ დაზიანდა ეს ადამიანი, მაგრამ დამნაშავეები არ უნდა ეძებონ აქ, დამნაშავეები უნდა ეძებონ მაღლა, ვინც პოლიტიკური ვითარება შეცვალა საქართველოში. დღეს აღნიშნული თქვა, რომ ჩვენ გვქონდა გარკვეული კონფიდენციალური ინფორმაცია, რომ ვიღაც აპირებდა პარლამენტში შეჭრასო, თუმცა მე დაუსვი მას შეკითხვა, რომ თუ ჭეჭინაძის ქუჩას გადავდით, ჭეჭინაძის ქუჩის მაღლა გრძელდება მთელი თბილისი. ვინმე ცდილობდა თუ არა უშუალოდ მისვლას კარებთან და თქვენი დეგით თუ არა კართან, რაც დაადასტურა, რომ არა, მე არ ვიდექი კართან და კი გრძელდება თბილისის ქუჩა და შესაბამისად დადასტურდა თუ არა ის ფაქტი ამ ადამიანმა არ იცის. და ასევე საინტერესოა, რომ ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია უფროსებიდან, ესეც არის ჩვენ მოკლებული ვართ იმის შესაძლებლობას, რომ აი ამ დანაშაულების ორგანიზატორები, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში პოლიცია ჩადიოდა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ასეთი ამ დანაშაულების ორგანიზატორები არ ვიცი. ეს პოლიციელების თავს არიდებენ, რომ როგორ თქვენ გჯერათ, რომ მან არ იცის ვინ არის უფროსი და ვინ იყო იმ დღეს. სინამდვილეში ეს არის თავის არიდება სისხლის სამართლებრივი სამომავლო პასუხისმგებლობისგან, მაგრამ მე მინდა მათ უთხრა, რომ შეიძლება დღეს არ თქვან ეს, მაგრამ გავადრო, რომ შეიძლება გარემო და ვითარებები და მათ მოუწევთ ადამიანების დასახელება, ვინც გასცემდა ბრძანებებს, რომ დაერბიათ მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩემი შეფასებით, მე ჩვენ მხოლოდ ერთი მოწმე დავკითხეთ, სხვა მოწმეები ჩვენ არ დავიკითხავს, მაგრამ ეს ადამიანი ხა გულწრფელად დაშავდა, ხო, აქციაზე და ჩვენ ადამიანურად ყველაფერი კარგად გვესმის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ უფრო მეტი გულწრფელობა სურთ მათ, რა თქმა უნდა მოსთხოვონ საკუთარ უფროსობას, მოსთხოვონ საკუთარ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გამოიწვია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სუსის პროვოკატორებმა ჩვენი მოსაზრებით, იმიტომ რომ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი და შესაბამისად პროვოკაცია არსებობდა 28 ნოემბერსაც და არსებობდა 1 დეკემბერსაც და სწორედ ეს უნდათ, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ვინმე დამნაშავეს ეძებს, ეს დამნაშავეები ამ ერთ-ერთ პირში არ არიან. ეს დამნაშავეები არიან სახელმწიფო ორგანოებში პროვოკატორების და ჩანერგილი აგენტების სახით და მათ შორის იმ ადამიანების სახით, რომლებმაც შეცვალეს საქართველოს კონსტიტუცია.
და მოახდინეს ერთი გამოსვლით საქართველოს კონსტიტუციური გადატრიალება. ამიტომ ყოველთვის უნდა ვეძებოთ პასუხისმგებლობა იმ ადამიანებში, ვინც ეს ყველაფერი დაიწყო. ჯერ ამბობდნენ, რომ 156 პოლიციელი უნდა მოიყვანათ, მერე მოიყვანეს 40, ვერ შეძლეს ორჯერ მეტი პოლიციელის მოყვანა, რაც სრულ განცხადება იყო ბრალდების მხარის მხრიდან, ანუ არ იყო ამდენი დაზიანებული პოლიციელი. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, საზოგადოებრივი მოსაზრების შექმნა იმაზე, რომ არსებობს გარკვეულწილად პროტესტი და პროტესტის მონაწილეებისა და პოლიციის შორის მიმდინარეობდა გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებაც მათ შორის. ეს ფაქტია, ხო, ხა ვიდეოები წარმოდგენილი არის და მათ შორის არსებობს ასეთი დაპირისპირება, იმიტომ რომ ყველა უნდა გავიაზროთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ უცხოელი პროტესტისთვის იქ მისულები და საბოლოო ჯამში დახვდნენ მოძალადე ადამიანები, რომლებიც პირიქით პოლიციის მხრიდან აგინებდნენ, სხვადასხვა ასე ვთქვათ სიტყვებით ამის ვიდეოები წარმოდგენილია და ფაქტობრივად ერთმანეთთან ცდილობდნენ სიტყვიერ კომუნიკაციაში შესვლას და ყველას უნდა ესმოდეს ამ დროს, რომ ყველა არის ადამიანი და მათ შორის, რა თქმა უნდა, დაძაბულობა იქნებოდა. პოლიციას მოეკითხება უფრო მეტი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ის არის სახელმწიფოს წარმომადგენელი და პირიქით არ უნდა უწყობდეს პროვოკაციას ხელს, მაგრამ ჩვენ კამერებში ვხედავთ, რომ პოლიციელები არიან ისინი, რომლებიც იწყებენ სიტყვიერ დაპირისპირებას მოქალაქეებთან და ფაქტობრივად პროვოკაციაზე მიყავთ ისინი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც არ უნდა ისაუბრონ დაზიანებულ პოლიციელებზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ძალიან მწუხვართ. ასევე ასმაგად უწუხვართ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაზიანდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, მაგრამ არც ერთ პოლიციას ძალიან დიდი ბოდიში ბრალი არ აქვს წარდგენილი ამ ყველაფერზე. ამიტომ კანონს არ აქვს სამხრივობა, არ ახასიათებს. თუ კანონი არსებობს და ჩვენ დავობთ გარკვეულ საკითხებზე, მოდი მაშინ გამოძიება ჩავატაროთ ყოველთვის სულად და ობიექტურად და ამ პირობებში დავადგინოთ სიმართლე, მაგრამ ეხლა ასობით პოლიციელი, რომელიც დამნაშავეა გარეთ არის და ადამიანებს წყლის ბოთლის ჰაერში სროლაზე ედავებიან 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თან ვერც ერთი პოლიციელი ვერ ამბობს, რომ შენ დამაზიანე. ეს არის ამორალური და უსამართლო. ამიტომ თუ ნახავთ ქვავით ისროლა, კი ბატონო, მოვიდნენ და მოიტანონ მტკიცებულები, მაგრამ ახლა მტკიცებულების გარეშე ადამიანზე დაბრალება, რომ პოლიციის თვალი ამოთხარა და დააზიანა. ეს იმაზე მეტად დიდი დანაშაულია, ვიდრე თავადეს ქმედება, ხო? ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ სასამართლოს, რომ დაადგინოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება.